გორის საჯარო ბიბლიოთეკაში დამწყებმა პოეტმა იმედა ხადურმა საკუთარი შემოქმედება ფართო საზოგადოებას წარუდგინა. მოწვეულმა სტუმრებმა ახალგაზრდა ავტორის ლექსები მოისმინეს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სხვადასხვა განცდასა და შთაგონებას ასახავს. იმედა ხადურის პოეზიაში მკვეთრად იგრძნობა სამშობლო სიყვარული, პატრიოტული სულისკვეთება, ასევე სატრფიალო მოტივებიც, რაც მის შემოქმედებას ემოციურ მრავალფეროვნებას ნეს. როგორც პოეტმა აღნიშნა, პოეზია მისთვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და დიდი სურვილი აქვს ერთ დღეს საკუთარი ლექსების კრებული გამოსცეს. ამ მიმართულებით კი მუშაობას ხადური უკვე აქტიურად აგრძელებს. მე გახლავართ იმედა ხადური, დამწყები პოეტი. 2 წელია რაც ლექსების წერა დავიწყე და გორის საჯარო ბიბლიოთეკაში ვიმყოფებით და აქ იმართება ჩემი საღამო, ესე ვთქვათ, პოეზიის საღამო არის ჩემი. ჩემი ლექსები გაჯერებული არის საქართველოს სიყვარულზე, ძირითადად საქართველოზე მაქვს ლექსები, თუმცა სატრფიალო ლექსებიც მაქვს. და ყველაფერს ვეხები ზოგადად რაც მომწონს და რაც მიხარია, რაც შეეხება ქართულ პოეზიას. ყველა პოეტის ოცნება არის რო კრებული გამოსცეს, თუმცა ჯერ რაოდენობრივად ლექსები იმდენი არ მაქვს. მაგრამ იწერება თითქმის ყოველდღიურად ხან კვირაში 1 ლექსის უმცირე იწერება და აუცილებლად გამოიცემა ჩემი კრებულიც, რომელსაც შემდეგ წავადგენ. დუხს ლიტერატურული ცხოვრება გორში და ამის შემოქმედია ბატონი დავით ახლოური. ხშირად მართავთ ლიტერატურულ საღამოებს, წერლებს ვიწევთ პოეტებს. ახლა ეს ყვაწვილი ხადურია, იმედა ხადური და სასიამოვნო ყვაწვილი შევმატებ, იმიტომ რომ მშვენიერი ლექსები აქვს, თემატიკით დიდარი და მივესალმებით მის შემომატებას გორის ლიტერატურულ